გამარჯობა, დღეს ვსაუბრობთ კვლავ სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიჭრა რამოდენიმე წლის წინ, წელიწად ნახევრის წინ, თუ არ ვცდები, თუ 2 წლის წინ. ეს არის ვიდეო ლექციები. ეს არის ილიას უნივერსიტეტის მიერ დანერგილი ახალი მეთოდი, საქართველოში უნიკალური, როდესაც სტუდენტები ინტერნეტის საშუალებით, ანუ ლექტორი წერს ვიდეო ლექციას და სტუდენტი ინტერნეტის საშუალებით ამ ლექციას უსმენს და შემდეგ უკვე მიდის სემინარზე. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს გვყავს თათია ზამბახიძე, ჩვენი სტუდენტი, მეცნიერებათა და ხელოვნების მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც სოციოლოგიას აწვება ბოლომდე და სოციოლოგიის პროფესორი ბატონი ემზარ ჯგერნაია. დიდი მადლობა რომ მოხვედით. თათიამ და მისმა მეგობრებმა ჩაატარეს კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენი სტუდენტი გამოგკითხეთ? ესე იგი, მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტში არსებობდა ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეფიქსირებინა მათი აზრი, გაგვეგო რა მოსაზრებები გააჩნიათ სტუდენტებს, სულ გამოვკითხეთ 80 სტუდენტი, ანუ თითო 4 ფაკულტეტზე, თითოეულ ფაკულტეტზე 20 სტუდენტი, დავიცავით სქესი და ასე შემდეგ და მოგახსენებთ შედეგებს მოვკრეთ. ანუ მთავარი ის იყო, რომ რას ფიქრობენ სტუდენტები ვიდეო ლექციების შესახებ. როგორი მოსაზრებები? პირველი კითხვა, რაც სტუდენტებს დაუსვეს იყო, მისაღები არის თუ არა მათთვის უნივერსიტეტში ვიდეო ლექციების პრაქტიკის დანერგვა. ესე იგი, უმეტესობა მათგანმა თქვა, რომ მისაღებია ფაკულტეტებზე მეცნიერებაზე, სამართალზე, ბიზნესზე უფრო მეტად ჭარბობდა ეს მოსაზრება, თუმცა განსხვავებული მოსაზრება საინჟინრო კატეგორიულად უფრო მეტად ამბობს, რომ მათთვის არის მიუღებელი. აი, სანამ გააგრძელებთ, ბატონ ემზარ, თქვენთვის როგორც ლექტორისთვის, ანუ სტუდენტის პოზიცია გასაგებია, ნუ უმრავლესობას მაინც მოწონს ეს ვიდეო ლექციები, არის რაღაც კატეგორია, რომელსაც არ მოწონს, აი თქვენ როგორც ლექტორის პოზიციიდან რომ შევაფასოთ, მოგწონთ, არ მოგწონთ, როგორ შეაფასებთ ამ ახალ ტრენდს? ჩემი საკმაოდ რთული იყო ამ ვიდეო ლექციების ჩაწერა ბევრი მიზეზის გამო. პირველი ის რომ როცა აუდიტორიაში ხარ ცნობილია რომ ადამიანის მეხსიერება ბევრად არის დამოკიდებული მისი სხეულის მოძრაობაზეც კი. აი აუდიტორიაში დადიხარ, ადამიანებს ელაპარაკები, სტუდენტები თვალში გიყურებენ. ხო, თავს რო იხოს ვებერი ახსენდება და სოქს არ მოსწონს და უფრო თავისუფალი ხარ, ასე ვთქვათ. და ესე იგი სტუდენტ უფრო ეფექტური მგონია რომ აი ავტორიასთან კონტაქტით არის ეფექტური ბევრად ლექცია ვიდრე ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვიდეო ჩანაწერს თავის ვიდეო ჩაწერას და ვიდეო ლექციას თავისი უპირატესობა აქვს. ხალხი ეს არის ცოდნა რომელიც ინახება, რომელიც თქვენ შეუძლია ყოველთვის ნახოს დღის ნებისმიერ დროს, მისთვის სასურველ დროს, რამდენჯერმე მოусმინოს ლექციას. მაგრამ ჩემს მაინც პრობლემა იყო ეს. მე ვნახე ბევრი ჩემი კოლეგის, უცხოელი კოლეგის ასეთი ლექციები და ესე იგი ზოგიერთი მათგანი იყო ვირტუოზი ნამდვილად. ახლა მე რო უყურებ ჩემს ვიდეო ლექციებს, ხან თვალი გამექცა სადღაც. ერთხელ ვცადე რომ მეთხოვა ჩემი კოლეგებისთვის, ჩემს წინ დამსვლარიყენ რამდენიმე ადამიანი, მაინც რომ პატარა ავტორია მხოლოდ, მაგრამ ინტერაქციის რაღაც შეგვიძლია რომ კომპიუტერიდან ზევით უყურებოდი სადღაც და ძალიან საცილოდ გამოვიდა ეს რამდენიმე ლექცია, რაც ასე. ხო, არა, ახალს ყოველთვის რაღაც სირთულეები ახლავს ხოლმე. თან და აი თათიას და მისი მეგობრების კვლევიდან ჩანს რომ თავარი სირთულე, რომელსაც სტუდენტები ხედავენ ამაში, არის ინტერაქციის ნაკლებობა, ხო? ანუ როდესაც ამბობენ რომ არ არის მათთვის მისაღები, ასახელებენ მიზეზს, რომ არ არის ცოცხალი ლექცია ურჩევნია და მათთვის არ არის კომუნიკაცია დამყარებული, აშკარად ლექცია. იმათთვის ვინც მიუღებლად მიიჩნევს ამ 1%-ისთვის. ხო, ინტერაქციის ნაკლებობა არის თავარი პრობლემა, ხო? ხო, ვინც ასახელებს რომ ჩემთვის არის მისაღები, ისინი ფიქრობენ რომ მათთვის მოსახერხებელია კომფორტულ გარემოში უსმენენ ვიდეო ლექციებს სახლში, მაგალითად, სადაც უნდათ, როდესაც უნდათ, შეუძლიათ რომ სწავლას შეუთავსონ სამსახური და ასე შემდეგ, ანუ უფრო დროს იგებენ ამით. კი. პროფესორის საკმაოდ რთული არის ერთი რამ, რომ დავუშვათ აუდიტორიაში შეიძლება დავუშვა რამე შეცდომა. არის ხოლმე ესეთი რამ, რომ ესე იგი შეიძლება მე გაასწორო ეს შეცდომა დავუშვათ. ან უნებურად დავუშვა შეცდომა, ახლა მოგეხსენებათ თანამედროვე სწავლება ყოველთვის რაღაც ჩემი სფერო სტატისტიკასთანაც არის დაკავშირებული. შეიძლება ეს პროცენტები, რიცხვები და ასე შემდეგ, რომელიმე კონკრეტული კვლევიდან კარგად არ გახსოვდეს. მართალია ლექციის დროს სლაიდ შოუ შეიძლება ასევე გამოიყენო, მაგრამ მაინც ესე იგი, როცა კამერის წინ დგეხარ, შენ იცი რომ შენი კოლეგაც გიყურებს. უყურებს შენს ლექციას, ნახულობს მასსაც. ამიტომ შეცდომ რომ მაქსიმალურად ზუსტი იყოს. კი, და ეს კარგიც არის. კარგია, რასაკვირველია, ჯერდი და გქონდეს ფორმის გრძნობა, როგორ იწყებ, რითი ამთავრებ, შვაში რას ამბობ, თავში რას ამბობ, ბოლოში რა უნდა თქვა, ეს ძალიან კარგად ასტრუქტურებს ლექციას, მაგრამ ამავე დროს სხვათა შორის გიზღუდავს შემოქმედებით, აი რაღაც
თუ ლექციაზე კრეატიული ხარ და შენს კრეატიულობას სტუდენტის განაპირობებს, იმიტომ რომ მას შეიძლება ძალიან საინტერესო იდეა გიკარნახოს, როცა შენ რაღაცას ამბობ და ამაზე მთელი პროექტი ააგო სამეცნიერო დაუშვათ და იქვე გაჩნდეს პროექტის იდეა და სტუდენტებთან იმუშაოს, აქ ამის შესაძლებლობა არ არის, იმიტომ რომ აქ მე მაგალითად ორიენტირებული ვიყავი მაქსიმალურ სიზუსტეზე, წყარო რომ ზუსტად მეთქვა დაუშვა და ესე იგი დამესახელებინა, ზოგჯერ მქონდა ციტატის საჭიროება და ვამბობ ერთ ვიდეო ლექციაში რომ ახლა მე წავიკითხავ ციტატას დაუშვა და აუდიტორიაში შემიძლია ციტატის ინტერპრეტაცია მივაწოდო სტუდენტს, იქ არ არის ასე აუცილებელი რომ ეს წავიკითხო დაუშვა. აქ კიდევ რატომღა საჭირო ჩავთვალე რომ წამეკითხა, რამაც ხო, ანუ ვიდეო ლექციამ ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოებში მოაქცია ლექტორი, რაც ჩემი პირადი აზრით უფრო კარგია, ვიდრე ცუდია. მე არა ჩარჩოებში კი არ მოაქცია, არამედ უბრალოდ ესე იგი აიძულა რომ დაესტრუქტურებინა საკუთარი ლექცია. და თან ყოველთვის აი როგორც თქვენ თქვით, იმის განცდა რო არის, რომ ეს ლექცია რჩება ვიდეოდ და შეიძლება ნახოს ბევრმა, არა მარტო სტუდენტმა, რომელმაც შეიძლება ვერ შეაფასოს კრიტიკულად თქვენ ლექცია, არამედ თქვენმა კოლეგამ ან სხვამ, ეს პასუხისმგებლობას ზრდის ლექტორისა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე და ადეკვატური მასალა ჩადოს იმ ლექციაში, რომელიც შეიძლება ვთქვათ ლექციის დროს ისე გაატაროს. პრაქტიკულად ეს არის წიგნი, რომელსაც შენ ზეპირად უყურები სახელმძღვანელო თუ შენ მაგალითად ისე კურსს კითხულობ, რომ მოხილვითია, ისტორიაზე ორიენტირებულია და თეორიაზე და ასე შემდეგ. პრაქტიკულად შენ კითხულობ სახელმძღვანელოს, ესე იგი ეს ყველაფერი ქაღალდზე რო გადაეტანო ეს დაწელი, გამოვა შესავალი ამა თუ იმ დავუშვათ მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში. თათია, შენთან მაინტერესებს ეს ინტერაქციის თემას რო ამოვწუროთ. აქ იყო კითხვა ერთ-ერთი ლექციებზე მოსვლა არ მოსვლის შესახებ, ხო? რამდენად გაზარდა შეამცირა? შეიცვალა თუ არა ლექციებზე თქვენი დასწრების სიხშირე. ნუ უმეტესობა ამბობს, რომ არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ამჯობინებენ, ანუ უფრო მიაჩნიათ, რომ თუ ცოცხალ რეჟიმთან ერთად იქნება ეს ვიდეო ლექციაც უკეთესია მათთვის. და ესეც არის, არის ძალიან ბევრი საგანი, სადაც შეიძლება რომ როგორც ვიდეო ლექციით მოусმინო ლექციას, ასევე იარო და ცოცხლად. ხო, ეს კომბინირებული მეთოდია, ანუ აი ეს მარტო ესე არ არის ჩვენმა სტუდენტებმა, ანუ ვინც მომავალში აპირებს, რომ ილიონიში ჩავაროს, არ იფიქროს, რომ მარტო ვთქვათ ლექტორთან ურთიერთობა მხოლოდ მონიტორის საშუალებით აქვს. ჩვეულებრივ ლექციები, სემინარები ტარდება და ანუ ეს ვიდეო ლექცია არის ერთ-ერთი დამატებითი კომპონენტი ამ ყველაფრის. მე ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს ამ სფეროში, როცა გამოვიდა ეს ვიდეო ლექციები და ასე შემდეგ, როცა ვკითხულობდი კონკრეტულ კურსს, სტუდენტი, რომელმაც მომისმინა ვიდეო ლექციაზე, მას მეტი შეკითხვები ჰქონდა მომზადებული. რა თქმა უნდა. და სემინარზე ბევრად აქტიური იყო და იშვიათად ცოტა იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მე აი იმ ლექციაზე, თქვენ ვიდეო ლექციაზე ამას რო ამბობთ, თუ შეიძლება რომ ეს თემა გავაგრძელოთ, ან დავუშვათ უფრო მეტი თქვათ ამაზე, ვიდრე მაშინ იქ ვიდეო ლექციაზე იყო. კი, და ბევრი ვიდეო ლექცია, ასე აი თქვენც თქვით, ხო, პატარა აუდიტორია რო დაისვით წინ. ბევრი ვიდეო ლექცია მე რაც მინახავს არის ჩაწერილი უშუალოდ აუდიტორიაში. როდესაც ჩვეულებრივად ატარებს ლექტორი ლექციას, უბრალოდ მას უღებს ოპერატორი და შემდეგ ეს ნაწილებად იჭრება და ვიდეო ლექცია და არის წარმოდგენილი. ანუ ეს დროსაც ზოგავს, რესურსსაც, ყველა ბევრი დადებითი თვისება აქვს. პრაქტიკულად მე შემიძლია გითხრათ ჩემი აზრი, რადგან ესე თქვენ ჩაატარეთ, რომ მე შემიძლია რომ ცოცხალ ლექციას ვიდეო ლექცია ვერასდროს ვერ შეცვლის. ეს არის დამხმარე საშუალება, ამავე დროს კარგია რომ ეს არის, უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ მაინც ვერ შეცვლის ცოცხალ ლექციას, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, რომ სტუდენტმა ამოწმოს რაღაცა ნახოს ისე დროს, როცა უნდა მას მოემზადოს ერთგვარად დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც სტუდენტებს მე მგონი რომ მაინც ცოცხალ ლექცია ურჩევნია თქვენ ამბობთ კიდევაც, ხო? აი, ახლა პატარა სიუჟეტი ვნახოთ, ასევე რამოდენიმე სტუდენტის აზრი ვიდეო ლექციების შესახებ და შემდეგ გავამართლოთ საუბარი. ვიდეო ლექციები ჩემი აზრით არ არის უფრო კარგი ვიდრე თვითონ დაწერილი მასალა, როცა იყო მოცემული. ბევრად უფრო დაფიქრებული ვკითხულობდი და უფრო მეცაც ვიგებდი და ვიდეო ლექციების კითხვისას მოსმენისას გონება უფრო გაფანტული მაქვს მაინც თითქოს და ისედაც ან ვფიქრობ ამომწურავ ინფორმაციას ვერ გვაძლევს ვიდეო ლექციები და ეს ჯობდა ისე თვითონ დაწერილი მასალა ყოფილიყო, თუნდაც ბიზნესზე გვაქვს ვიდეო ლექციები მოცემული და არის სლაიდები და სლაიდებზე არის მწირი ინფორმაცია და თვითონ ვიდეო ლექციებზე გიხსნიან ყველაფერს, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც ვერ ვსარგებლობ კარგად მოცემული ვიდეო ლექციებით. რაც შეეხება დადებით ხარეს, ანუ ვიდეო ლექციებისა, ვფიქრობ, რომ ის ხელს უწყობს ისეთ სტუდენტებს, ვინც არიან დასაქმებულები, მათთვის უფრო ანუ მარტივია ვიდეო ლექციების სახში მოსმენა, ვიდრე აქ მოსვლა, უშუალოდ ლექციის პროცესში ჩართვა, ანუ
და ჩემთვისაც ძალიან კარგია ვიდეო ლექცია, რადგან ყოველთვის როცა ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში მოსვლას და ვიდეო ლექციაზე დასწრებას, ვცდილობ სახში ვუყურო და ეს ხელს მიწყობს, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია მივიღო. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ვფიქრობ, რომ ლექტორს პირადი ურთიერთობა წყდება ამ შემთხვევაში. მე ვისურვებდი, რომ ვიდეო ლექციებთან ერთად იყოს ასევე აქ თვითონ უნივერსიტეტში ჩატარდეს ლექციები და ეს ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნებოდა როგორც სტუდენტისთვის, ასევე ლექტორისთვისაც. ჩემი აზრით ძალიან კარგი მიგნება არის და გამოსაყენებელია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტი როცა დასაქმებულია და მუშაობს, არ ჭირდება ყოველ დღე უნივერსიტეტში სიარული და მარტო სემინარებზე მოვა ჩააბარებს და როცა უნდა მისთვის მოსახერხებელ დროს მაშინ უყურებს და გამოსაყენებელია, ვფიქრობ, რომ უნდა დაინერგოს ეს ვიდეო ლექციები და სტუდენტები ალბათ აქტიურად გამოიყენებენ, მე ყოველ შემთხვევაში გამოვიყენებ. ჩემთვის საკმაოდ რთულია ვიდეო ლექციების მოსმენა, იმიტომ რომ მიწევს ძალიან დიდხანს ჯდომა, ვთქვათ, კომპიუტერთან მოსმენა და ჩემი ვფიქრობ, რომ უმჯობესია იყოს მასალა. ხშირ შემთხვევაში არსებობს საგნები, რომელთანაც დაკავშირებითაც არ არის ისეთი მასალა, ვთქვათ, წიგნები, რაღაც სხვადასხვა წყაროები და გვიწევს მთელი დღე, ყოველი დროის განმავლობაში საათობით ჯდომა. ჩემი აზრით, სხვადასხვა მონოტონურიც არის ლექტორის მონოტონური საუბარი და ცოტა არ იყოს დამღლელიც. ესეთი აზრი აქვს ჩვენ სტუდენტებს ვიდეო ლექციების შესახებ. თათია, თქვენს კითხვაში იყო კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, თუ შეიძლება თუ არა გავლენას ვიდეო ლექციების სტუდენტის სწავლის ხარისხზე. აქედან გამოკითხულთა დაახლოებით 18% ამბობს, რომ საერთოდ არ ახდენს გავლენას, ხოლო უმეტესობა დაახლოებით, უმეტესობა მათგანი იძახის, რომ ახდენს, 5-ბალიანი სისტემით ვაფასებდით და ანიჭებენ 5 დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აი ეს ფორმა არის მნიშვნელოვანი და ახდენს გავლენას, ხო? აი ბატონო ემზარ, თქვენ აი ცოტა ისტორიულად რომ მიუდგეთ ცოდნის გადაცემის ნოვატორული ფორმები, ხო? რამდენად კორელაციაშია ეს ცოდნის ამაღლებასთან ან დასუსტებასთან? ძალიან საინტერესო იქნება თუ ჩვენ თვალს გავადევნებთ სწავლების ისტორიას. მაგალითად იყო პერიოდი, როცა ზეპირი დასწავლა დაუშვათ ტექსტების და ასე შემდეგ ითვლებოდა განათლებულობის ცოდნის ესე ვთქვათ სიმბოლო იყო წარმოდგენილი, როცა ზეპირად შეგიძლია თქვა დაუშვათ მთელი პოემა ან დაუშვათ ნაწარმოები და საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც გაგებსტავსანი ზეპირად იციან. მაგრამ რადგანაც ესე იგი ჩვენ ცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება არა მარტო იმას ნიშნავს არჩევნები, საარჩევნო უფლებები და ასე შემდეგ, არამედ იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანზე, ესე იგი, სასწავლო სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა ცდილობს მოერგოს ყველა ადამიანს მოუძებნოს მიდგომა. რაც მისთვის მისაღები იქნება და რა მიდგომითაც ის ბევრად უფრო ადვილად დაითვისებს მასალას. ამიტომ პროფესორი იძულებულიც არის, ვალდებულიც არის, რომ სხვადასხვა ფორმები შესთავაზოს სტუდენტებს დაუშვათ, იმიტომ რომ ერთისთვის მაგალითად კარგი მეხსიერების გამო დაზეპირება ძალიან ადვილია და აქვს ეს ნიჭი მომადლებული, როგორც იტყვიან, სხვებს მეტი ინტერპრეტაციის უნარი აქვს, მაგრამ შეიძლება მასალას ისე ვერ იმახსოვრებენ და ასე შემდეგ. ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში მართლა იყო დრო და ჩვენ ეს ახლა კი ვარ ჩვენ ესე თვალების თაობა, ასე ვთქვათ, ჩვენი ახალგაზრდები თვალების თაობა უნდა ნახონ, შეხედონ, ყურით მოისმინონ, ამავე დროს უყურონ და ასე იმახსოვრებენ და ამიტომ არის ამდენი Facebook-ი, სოციალური ქსელები, Discovery, History, 1000 არხი, სამეცნიერო, პოპულარული და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს ესე იგი რაც მნიშვნელოვანია, აი მაგალითად არსებობდა შუა საუკუნეებში ესე იგი წერა-კითხვის უცოდინართათვის ბიბლია, ვისაც არ შეეძლო ტექსტის წაკითხვა, გაგება და ასე შემდეგ. ეს იყო დასურად ხატებული ბიბლია, სადაც იყო დაუშვათ ეპიზოდები ქრისტეს ცხოვრებიდან, ან ბიბლიური ეპიზოდები იყო, ახალი აღთქმიდან ეპიზოდები იყო და ადამიანები ასე სწავლობდნენ დაუშვათ რა არის ბიბლია და რა წერია შიგნით. აი ჩვენი მაგალითად ფრესკები ქართულ ტაძრებში, ამავე დროს გარკვეული თვალსაზრისით ეს არის თხრობა ბიბლიური საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. არ იცის ადამიანმა და შეხედავს და გაიგებს რა ხდება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მაგალითად მთელი ესე იგი ძველი ეგვიპტის და იგივე იეროგლიფებიც კი, რომლებიც გარკვეულ სიმბოლოებს წარმოადგენენ და ნახატების სახით არის წარმოდგენილი, აი ეს ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს თანამედროვე ეპოქაში აი ეს თვალით დანახვა და თვალით დამახსოვრება ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი საგანმანათლებლო სისტემები ამაზეა ორიენტირებული, რომ ამ ფორმით გადასცეს ცოდნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია
ეს შეიძლება ერთადერთი არ არის და ესე იგი გარდა ამისა სწავლას ჭირდება ხანგრძლივი შრომა მაგიდასთან და iPad-ით თუ წინთან მუშაობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სხვა რამეს მოითხოვს, მაგრამ ეს არის ორიენტაციისთვის დაუშვათ, გაგებისთვის, იმიტომ რომ ასეთი ლექციები დაუშვათ ვიდეო ლექციები მარტივად გასაგებად აგებინებს სტუდენტს, ან ვისაც რასაც რაიმეს დასწავლონ და იმას აგებინებს მარტივად, დაუშვათ რთული პრობლემის არს, მერე თავისუფლად და ეს ვიდეო ლექციები რჩება YouTube-ზე ან ნებისმიერ საშუალებით არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ასე რომ არ ვიცი მე ცალსახად დადებითად ვაფასებ მაინც ამ ვიდეო ჩვენი შრომა არის, რომელიც ასევე ძალიან დიდ თავისუფლად ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. იმედია ჩვენი სტუდენტებისთვისაც საინტერესო იყო ის თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ სტუდენტებს პირველ რიგში რომ შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი იდეების შესახებ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე, რა თემაზე გინდათ რომ იხილოთ ჩვენი შემდეგი დისკუსია და ვინ გინდათ იხილოთ ასევე ჩვენ სტუდიაში. კარგად ვზრუნდებოდეთ.